მიეცი AI-ს დამატებითი მასალა სამუშაოდ. წინა გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ჩამოაყალიბოთ დავალება და ავუხსნათ AI-ს სიტუაცია, კონტექსტი. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ AI ზუსტად ჩვენს სტილში დაწერს ან გამოიყენებს მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებულ ფაქტებს. ამისათვის არსებობს მესამე ნაბიჯი, წყაროები. რა არის წყარო? წყარო არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც AI-ს აწვდი, როგორც ნიმუშს. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული დოკუმენტი, სტატია, რეპორტი, ან თავი კონკრეტული რომელიმე წიგნიდან. მაგალითები მიეცი 2 ან 3 ნიმუში შეგიძლია მისცე, თუ როგორ გინდა რომ გიპასუხოს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს პასუხი. სტილის სახელმძღვანელო მაგალითად შენი წინა დაწერილი პოსტები ან რაღაცა კონკრეტული აქამდე შენთვის უკვე ნაცნობი და მოწონებულ სტილში შექმნილი მსგავსი კონტენტი და შენ გინდა რომ ახალი კონტენტიც აი ამ მსგავს სტილში დაგიგენერიროს. აი ასეთი წყაროების მითითება რეალურად AI-ს პასუხებს ხდის არა ზოგადად, არამედ შენ ისეთ პერსონალიზებულს, რომ შენი გემოვნებით, შენი სტილით დაწერილს, შენ როგორც მოგეწონებოდა ისეთ გაკეთებულად აქცევს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? AI ყველაფერი იცის სამყაროზე. გულისხმობ რას, რომ ინტერნეტში რაც კი მასალა არსებობს, ტექსტური თუ ხშირ შემთხვევაში ფოტო მასალაც და აუდიო მასალაც და ვიდეო მასალაც, ეს დიდი მოდელები ამ ყველაფერს ამუშავებენ, განსაკუთრებით Google-ის Gemini-ი და Google-ის პროდუქტებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა, რომ ძალიან ბევრი რაღაც იცის, როგორც ინფორმაცია ესე, თორე არა როგორც სიბრძნე და არა როგორც ცოდნა, არამედ როგორც ინფორმაცია ძალიან ბევრი რამე იცის. მაგრამ მან არ იცის კონკრეტულად შენ რა მოგწონს. წყაროების მითითება მკვეთრად ამცირებს ჰალუცინაციებს, ანუ შეცდომებს. და პასუხს ხდის ბევრად უფრო ზუსტს. ნახეთ, ჰალუცინაციები რატომ მოხდეს იცით? ზოგადად ნებისმიერი LLM-ი, ანუ Gemini იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, გიბრუნებს ისეთ პასუხებს, რომლებიც სტატისტიკურია როგორც წესი. და შესაბამისად სტატისტიკურად უფრო, ასე ვთქვათ, რომელიც შეეფერება იმ სიტუაციას, შემდეგი სიტყვა სტატისტიკურად, რომელიც უფრო მოერგებოდა იმ სიტუაციას, აი იმას გაძლევს. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს წყაროები პრაქტიკაში.